ამ შემთხვევაში ნებისმიერი მორალური სიტუაციისთვის მნიშვნელოვანი არის სწორედ ის, რომ როგორ გამუდმებით ბრუნდება ისტორიაში ერთი და იგივე არქეტიპი, რომელსაც შეიძლება უწოდოთ მანკიერი წრე ბოროტების და დაუნდობლობის. კერძოდ რა? როგორ არის შესაძლებელი, რომ მეორე ადამიანი, სხვა ადამიანი იყოს აბსოლუტურად არაფერი? მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შენ გრძნობ, რომ მასზე ხარ აბსოლუტურად აღმატებული, თუ შენ გაქვს პროგრესისა და ავანგარდულობის საოცარი განცდა. და სხვათა შორის, ძალიან საინტერესოა, რომ პოლიტიკურ კონტექსტში სიტყვა ავანგარდი ეხმარა სწორედ ლენინმა, როდესაც ბოლშევიკურ პარტიას უწოდა ავანგარდი. ავანგარდი სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის. და სწორედ მაშინ, როდესაც ბოლშევიკებმა ჩათვალეს, რომ ისინი არიან ავანგარდში, რომ ისინი განასახიერებენ პროგრესს, რომ ისინი კალაპოტს უძლიან ისტორიას, რომ ისინი იწყებენ ახალ ისტორიას, რომ ისინი ამთავრებენ წარსულს, წარსულის გადმონაშთებს, რომ ანადგურებენ წარსულის გადმონაშთებს და წარსულს გადმონაშთებს როგორც კლასს. აი სწორედ მაშინ გაჩნდა ის საოცარი დაუნდობლობა, ძალადობა სოციალურ სივრცეში, პოლიტიკურ სივრცეში, რასაც ჩვენ უწოდებთ ბოლშევიკურ ტერორს, რასაც თვითონ ისინი უწოდებდნენ წითელ ტერორს, რაც შემდეგ გარდაისახა სტალინურ 37 წელში, რომელიც შემდეგ უკვე უფრო მოგვიანებით ხრუშჩოვის პერიოდში მობრუნდა თბილისისა და ნოვოჩერკასკის ტრაგედიებით და რომელიც აი ახლახან ჩვენს თვალწინ მოგვიბრუნდა იმითი, რასაც შეიძლება უწოდოთ ქართული გულაგი.